მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, დღეს ბათუმში მზიამაღობელის მორიგი საქმეზე მორიგის ხტომა გაიმართა, სადაც პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა და განაცხადა, რომ დაცვის მხარეს არც ერთხელ არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ჩვენ მზადყოფნას გამოხატავთ, საკითხი აქტიურად განვიხილოთ, ამბობს პროკურორი. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მას უპასუხა. საპროცესო იმავე ოპერის ნაწილია, რასაც ხელისუფლების უმაღლესი პირები პირველი დღიდან საჯაროდ სთავაზობენ. მზიამაღობელს ეუბნებიან პატიმრობიდან თავის დაღწევისგან ერთ-ერთი შანსი გაქვს, დაიბრალე ყველაფერი. როგორც ჩანს, არ იქნება მზია თანახმა ამ პირობაზე, რომ დაიბრალოს დანაშაული. ნახოთ, ხვალ კიდე ერთი კვირის თავზე არის ბოლოს ხტომა და მე შემდეგ უკვე განაჩენიც იქნება. პარალელურად კი ჩვენ ვიგებთ, რომ ხელისუფლება და სასამართლო უარს ამბობს პოლიტიკური პატიმრების საქმეზე 20 ეუთო ოდირის მონიტორინგის განხორციელებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სახელმწიფო დამცველის ყოფნა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია მედიას პოლიტიკური პატიმრების საქმეზე ოცნება ეუთო ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელების საჭირო თანხმობასო, თქვა გიორგი ბურჯანაძემ, პროფესორად დაწერა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, თუმცა დეკემბრის შემდეგ თანხმობა არ გაცემულა. სწორედ გიორგი ბურჯანაძე არის ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, რომელსაც მე ვესალმები, გამარჯობა გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და გავიწყოთ ამ ეუთო ოდირის თემით, რომ ახსნათ ეს რა მექანიზმია, თქვენი აზრით რატო ამბობს უარს ხელისუფლება და ასე შემდეგ. ეუთო ოდირი უფრო მეტად ცნობილი არის საქართველოში როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია, არაერთი მიმართულებით გვინახავთ მათი საქმიანობა საქართველოში, მაგრამ ეუთო ოდირს გარდა ამისა აქვს სხვა მიმართულებები, მათ შორის არის ამ შემთხვევაში მართლმსაჯულებაზე დაკვირვების, ანგარიშების მომზადების დიდი გამოცდილება აქვთ მათ. სხვა შორის საქართველოშიც უმუშავიათ და აქვთ გამოცდილება 2013 წელს თვითონ ქართულ მოუწნებამ მიმართა მათ და თხოვა საქართველოში მონიტორინგის განხორციელება იმ სასამართლო პროცესებიც, რომელიც მიმდინარეობდა მაშინდელი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. შესაბამისად, მათი ეს განაცხადი იყო იმ კუთხით წარმოდგენილი, რომ ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, ყველაფერს ვახორციელებთ კანონის შესაბამისად და მოდით განახორციელეთ, დააკვირდით და შეაფასეთ რაც და როგორ ვაკეთებთ. ეუთო ოდირი ამ უფლებამოსილებას ძალიან ხშირად იყენებს. ბოლო იყო წელს მომზადდა ანგარიში ყაზახეთში დააკვირდნენ ბევრ პროცესს, რომელიც შეეხებოდა ესე ვთქვათ, მანიფესტანტების მიმართ წარმოებულ საქმის წარმოებას, მოამზადეს შესაბამისი ანგარიში და გააცნეს საზოგადოებას. ეუთო ოდირის ეს მათ აქვთ საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია, საკმაოდ სანდო მეთოდოლოგიად ითვლება ეს პროცესზე დაკვირვების და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები ასახავს იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება პროცესზე თუ არსებობს, რომ გამოვლინ და ასევე ინსტიტუციურ საკითხებს, მაგალითად პირობითად სისხლის სამართლის კოდექსს რამე პრობლემა ხარვეზე თუ აქვს, რომ ყოვლის მომცველი მონიტორინგი აქვთ მათ, ეს კარგად იციან ოცნებაშიც და არაერთი მიმართულებით, ესე ვთქვათ, მათ ესე ვთქვათ, ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დეკემბერში მიმართა ეუთო ოდირს და თხოვა ვიზიტის განხორციელება. პროცედურულად ეს მონიტორინგი ძალით ვერავინ ვერ მოვა დასამონიტორინგებლად, ხო, და რაღაც ესეთი სადაზვერო კუთხით ვერ იმუშავებენ, რომ ჩუმად დააკვირდნენ და მე ანგარიში მოამზადონ. მონიტორინგი გულისხმობს იმის ცოდნას და გააზრებას, რომ ვისაც აკვირდებიან, მათ იციან, რომ მონიტორები იქ არიან ადგილზე წარმოდგენილები. ეუთო ოდირს ჭირდება ის, რომ თანხმობა მიიღოს საქართველოს საელჩოსგან, ამ შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლებისგან, რომ ესე ვთქვათ, იქ მოახერხოს პროცესზე დაკვირვება. დეკემბრის შემდგომ ესეთი, ესე ვთქვათ, თანხმობა არ იქნა მიღებული. ბევრი პროცესი ფინალში გადის, ბევრი პროცესი სრულდება, მაგრამ დამთავრდა, ხო? კი, მაგრამ პროცესებს ექნება სააპელაციო გაგრძელება, მონიტორინგი შეიძლება გულისხმობდეს წერილობითი დოკუმენტების შეფასებასაც ასე შემდეგ, ბევრი პროცესი მიმდინარეა. მოკლედ, ბევრი მიმართულებით კვლავ აქტუალურია ეს საკითხი და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება დღესაც რო ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მაგრამ მე მინდა ერთ რამეს მივაქციო, მე რა ყურადღება, ეს ეხება პროცესების დახურვას. ჩვენ ნახეთ, რომ რაღაც ისტორია, დაახლოებით 20 წლის წინანდელი ისტორია დაახლოებით საქართველოში გამეორდა და სასამართლო პროცესები მთლიანად დაიხურა მედიისთვის. მანამდე უყურებდით იმას, როგორ ურცხვად იტყუებოდნენ პოლიციელები,
როგორ აბსურდულ საკითხებს ასაბუთებდნენ პროკურორები, რა გადაწყვეტილებებს და როგორ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ მოსამართლეები და ამას ხედავდით ყოველდღიურად. დიდი მადლობა თქვენ კოლეგებს, თქვენ ყველა ამ საკითხის გაშუქებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას კარგად რომ დაენახა. ამ ფონზე როცა ჟურნალისტებს წტომა აღარ აქვს, საზოგადოების ინფორმირება აღარ ხდება, გარეშე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, წესით ახლა თუ შენ არაფერი გაქვს დასამალე, არც უნდა ზუსტი ფორმულა. არც ერთი არც თუ ხურავდეს სტომებს და მეორე რომ ეუთოდრის ჩამოსვლა უფრო უნდა გაწყობდეს. აბსოლუტურად. ამას არ ჭირდება დიდი იურიდიული ცოდნა, ყოველთვის სასამართლო ხელისუფლება ზოგადად რეპუტაციაზე დაფუძნებული ორგანოა. მისი ლეგიტიმაცია ის ხო არჩევნებით არ ურჩევთ ჩვენ მოსამართლეებს. თანხმობა სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გასცეს. სასამართლო ხელისუფლებამ საალჩელს გავლით ამ შემთხვევაში და მათ უნდა თქვან რომ ისინი თანახმანი არიან ეს მონიტორინგი რომ განხორციელდეს. სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რაც რა თქმა უნდა მეც ზუსტად იმ გონივრულად მიჩენს რას თქვენ ეს არის დამალვის მცდელობა. მცდელობა იმის, რომ რაღაცა არ გაასაჯარო, არ მიაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია. აშკარად არის რაღაცა დასამალი. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩვენ მივმართეთ ეუთოდირს, კითხეთ აღნიშნული შესახებ ინფორმაცია რა ეტაპზეა, მათ გვამცნეს ამის შესახებ, რომ სამწუხაროდ თანხმობის გარეშე მათ არ აქვთ შესაძლებლობა დააკვირდნენ ამ შემთხვევაში ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მზაობას გამოხატავდნენ და არაერთგზის სხვადასხვა ფორმატში გამოუხატიათ ამ ტიპის მზაობა. ხო, კი ბატონო, არა მარტო მაგ საკითხზე, არამედ არჩევნებზეც ჰქონდათ მზაობა ჩამოსვლის და იქ იმაზეც უარსებობდნენ ეუთოდირს. პარალელურად ამბობენ, რომ ეუთოდირი დასკვნა კარგი იყო 2024-ის არჩევნებზე. შესაბამისად, ანუ თუ კარგი იყო და კარგ დასკვნებს წერს, მათთვის სასარგებლოს ეუთოდირი ამ არჩევნებზე რატო არ ჩამოყავთ, ან სასამართლოში რატო არ თქვენ იცნობთ იმ დასკვნას ეუთოდირის არჩევნებთან დაკავშირებით 2024-ს? რა თქმა უნდა. ხო და მაშინ ამაზეც კითხავთ, ბარემ, ანუ რამდენად არის ის დასკვნა მართლაც ოცნებისთვის სასარგებლო? პირიქით. ეს არის პირველი დასკვნა, მე მგონი ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების ჩატარების დროს არ იყო ფუნდამენტური უფლებები დაცული. ეს არის ანგარიში, რომელმაც თქვა, რომ ყოველ მეოთხე სტატისტიკურად ამ მომრჩევლის არჩევნების ფარულობა იყო უზრუნველყოფილი. მე არ ჭირდება ამას დიდი იურისტობა და ცოდნა, არჩევნების ფარულობის თავარი არსი კაბინაში ეს შემდეგ იმიტომ შევდივართ, რომ ამ შემთხვევაში ის ჩვენ ფარულად უნდა შემოხასოთ. მეოთხედ შემთხვევებშიო ეს იყო უზრუნველყოფილი, ესე ვთქვათ, არ იყო უზრუნველყოფილი, ანუ კომპრომიტირებული იყო ამ მიმართულებით. ეს იყო ეუთოდირის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება ეკიდება, ეს არის რომ აი ფურცელი არ გათავებიათ, მაგალითად აფრიკულ ქვეყნებში ზოგჯერ ბიულეტენი უთოვდებათ კალამი. არა პირიქით, ეგეთ პირველად მოხდა ასევე ისტორიაში, მე რა პრეს-რელიზი დევს, აი ეხლა რომ შევიდეთ ეუთოს ვებგვერდზე წერია, რომ ეს დასკვნა არ არის ლეგიტიმურობის საფუძველიო. მათ იცოდნენ წინარე გამოცდილებები, რაც ჰქონდათ ქართულ ოცნებასთან მიმართებით, როცა პირიქით თეთრზე შავს ამბობენ, შავიდან, მე ამბობენ, რომ ეს ლეგიტიმურობა გამომდინარეობს ასე შემდეგ და ეხლა პირდაპირ ჩაუწერეს, რომ აგერ ეს კრიტიკული დასკვნა, აგერ ეს უამრავი ფუნდამენტური დარღვევა, რომელიც არის, აგერ ის, რომ ყოველი მეოთხე ამომრჩევლის ხმა ფარული არ იყო, აგერ ის, რომ ფუნდამენტური უფლებები არ იყო დაცული და იცოდე ეს დასკვნა არ არის არჩევნების ლეგიტიმურობის რაიმენაერი გარანტი. პირდაპირ თვითონ თეთრზე შავზე ჩაწერეს. არაერთხელ გაუმეორებია ეს საკითხი შემდგომ ეუთოდირის დირექტორს რამდენიმე დღის წინ მან ისაუბრა პორტოში გამართულ საპარლამენტო ასამბლეის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე, სადაც აღნიშნა საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებული უდიდესი გამოწვევები არჩევნებიდან გამომდინარე, სადაც აღნიშნა ფუნდამენტური უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები, რაც არსებობს. ხო, თუმცა ეუთოდირის მე მგონი გენერალური დივანი იყო, რომელიც განცხადებაც ქართულადაც ხელზე დაიხვია, რომ პირიქით ლეგიტიმური იყო ეს არჩევნები. ხო, ამ პორტოს ის პოლიტიკური ნიშნით ჩერჩეული თანამდებობის პირია, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული, ესე ვთქვათ, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანია, პირადი მეგობრობა ესე ვთქვათ, აკავშირებთ და ეს უბრალოდ ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელიც არ აკეთებს რაიმე სამართლებრივ შეფასებას, მას ყავს ეუთოდირის დირექტორი, რომელმაც პირდაპირ თქვა ის, რაც მანამდე ვახსენე, არსებობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ასევე ნახეთ რამდენიმე დღის წინ
ის რომ მოთხოვნილი იქნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასე რომ პირიქით არის ეს ყველაფერი, ეს არის რაღაცნაირი მცდელობა იმის, რომ მეგობარი პოლიტიკოსების წინაშე ადვოკატირებით რაღაცა ერთი ზმნა ან ზედსართავი სახელი ათქმევინო, რომელზეც მერე პროპაგანდისტული მედია ეცდება, რომ დააშენოს რაღაცა პროპაგანდისტული მსუყე ნიადაგი, რაც რა თქმა უნდა აბსურდია და სასაცილოდ არ ყოფნის. თუ ლეგიტიმურია, მაგალითად EUTO საპარლამენტო ასამბლეა იმას ჩაწერდა, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო, იგივეს ჩაწერდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ანუ ეს არის გათვლილი იმ აუდიტორიაზე, რომელსაც ცდილობენ რომ პროპაგანდით მოატყუონ, რა თქმა უნდა და არანაირი გრამი ნატამალი სიმართლე იმაში არ არის. ასეულებიან თავის ამორჩევარს, ხო EUTO-ის დასკვნაში რადგან პირდაპირ არ წერია, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ასე შემდეგ და არ ვაღიარებთ ასეთ რაღაცა რო არ წერია, ამიტომ ესე იგი აღიარა. არა, მაგას არ, მაგრამ ხო, ამას ეუბნებიან ოცნების წარმომადგენლები. კი, მაგრამ ეგეთი დასკვნაც გვაქვს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა. აი ეს თქვენ რა სიტყვების თქვით, პირდაპირ წერია, მე თუ არ ვცდები მე-80 პარაგრაფია, სადაც წერია, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმურიო. არჩევნებს ჰქონდა ფუნდამენტური დარღვევები. ანუ ეგეთი დასკვნაც გვაქვს. სამი საერთაშორისო დასკვნა მომზადდა და ორი სწორედ მაგას ამბობს, რაც თქვენ ამბობთ და EUTO-ის დასკვნა ამბობს უამრავ ფუნდამენტურ დარღვევებზე და უბრალოდ რო შეადაროთ ძველ დასკვნებს, ნახავთ, რომ ესეთი კრიტიკული და საშინელი დასკვნა არჩევნების შეფასების კუთხით, ფუნდამენტური დარღვევების კუთხით არ ყოფილა. ხო, კი ბატონო, რომ დავუბრუნდოთ სასამართლოს საკითხს, EUTO-ის თემა იმით ამოვწუროთ, რომ ხა მარტივად რაც თავში დავიწყე, ხო, თუ მართლა ესეთი კარგი დასკვნა დაწერა, ახალ არჩევნებზე რატო ამბობ, ხო, არის მის მოწვევაზე და აგერ სასამართლოშიც უარს ამბობ, რომ დაუშვა, რომ დააკვირდნენ პროცესებს, თუ იქ არაფერი არ გაქვს დასამალი. მაგ ზოგადად ამ პოლიტპატიმრების საქმეებს, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ხო, ერთი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, რომ აი, ხო, იყო დანაშაული ჩადენილი. ისინი პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა ეს ერთ-ერთ თომაზე, გემახსოვრებათ ეს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციონალისტია და იურისტია, პირდაპირ თქვა, რომ არის ხო დაზარალებული არიან პოლიციელები, ვიღაცამ ქვა ისროლა, ვიღაცამ ჯოხი ისროლა და როგორ შეიძლება არ არსებობდეს დანაშაული, ხო, ყველა რო იძახის, რომ უდანაშაულო. ანუ ფაქტობრივად ადამიანი გვეუბნება, რომ რადგან დანაშაული ჩადენილია, ვიღაცამ უნდა დაისაჯოს. და ვინ დაისჯება, ეხლა მე თქვენ არ ყვიეთ. ხო, იქ რაღაცა მტკიცებულებები იქნება, არ იქნება. ეს თურმე არ ყოფილა გადამწყვეტი. ხო, დაახლოებით ასე გამოუვიდა მას ეთერში თავის ნათქვამი, შეიძლება მე არასწორად გავიგე. არა, ზუსტად ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ადვოკატებიც არაერთი კუთხით საუბრობენ პროცესში შესწავლილი მტკიცებულებებით, დასტურდება ის, რომ მაგალითად აი კონკრეტულმა ბრალდებულმა ამ რო კონკრეტულ პოლიციელ B-ს მიაყენა დაზიანება, ეს არ დასტურდება. თორე აქციაზე მაგალითად მეც დავდიოდი, თქვენს დარწმუნებული ვარ დადიოდით არაერთხელ მინახი ხართ აქციაზე, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში მე და თქვენს შეიძლება ბრალი წაგვიყენონ, იმიტომ რომ აქციაზე ნამყოფები ვიყავით და ვიღაცა მისროლა და ამის გამო. ამ საქმეებში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ბრალებია დაუსაბუთებელი, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ადამიანებს დაცვის უფლება ezღუდებათ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რაღაცა ბრალდებები არის თავისი არსით, რაღაცა აბსურდული ედავებიან ადამიანებს ჯგუფური დანაშაულისთვის, რომლებსაც ერთმანეთსაც არ იცნობდნენ, ჩვენ ვხედავთ ისეთი ქმედებების დანაშაულად შერაცხვას, რაც საერთოდ დანაშაული არ უნდა იყოს და დასაწყისში რაც ახსენეთ ქალბატონი მზიას შემთხვევა ზუსტად ესეთი არის. ჩვენ ვნახეთ სხვა ტიპის პოლიტპატიმრები, როგორიც არის ეგრეთ წოდებული ვითომს კომისია რო შეიმუშავეს და მთელი ოპოზიციური სპექტრი ციხეში გამოკეტეს, ამ შემთხვევაში ისიც ანალოგიური დაუსაბუთებელი არაკონსტიტუციური ბრალია, ასე რომ წება ხო, ვაუდი ესენ ახსნათ რატო არის თქვა. კი, იმ მარტივ მიზეზს გამო, რომ კომისია თვითონვე რასაც ეძახიან კომისიას კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევით არის შექმნილი, იმიტომ რომ კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს კანონში არ მოგიგონიო დიდი ხანი აი მანდ არის ორი რაღაცა ამერობით ისჯება. პირიქით, ორი რაღაცა მანდ ჯერ ერთი თვითონ რასაც კომისიას ეძახიან, იმ კომისიაზე წერია კონსტიტუციაში, რომელიც ძალიან უყვარს თვითონ კობახიძეს, რომ ნახევარი უნდა იყოს ოპოზიცია. ფიზიკურად ოპოზიცია არ არსებობს. შესაბამისად ეს კომისიაც ვერ იარსებებს და საერთოდ ეგრე მე და თქვენ შეიძლება დაგვარკვევთ და პლუს ორი ადგილი აქვს ცარიელი გახარიასთვის. არ არის ესე, ანუ იმისთვის რომ ამ შემთხვევაში ქართულ კონსტიტუციაში ვიღაცა ოპოზიცია ჩაითვალოს, აუცილებელია ის ფრაქციის მიღმა დარჩენილი იყოს და იმით მათ მიერ მოხდეს. საერთოდ ეს კომისიებიც როგორც ასეთი უმცირესობის ბერკეტებია. უმრავლესობაში როცა ხართ მე რა საპარლამენტო კომისია რაში გჭირდება, იმიტომ რომ სახელმწიფო ორგანოები არსებობს, ვინც ამას გამოიწვევს და ასე შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებები, უმცირესობის ბერკეტის ბოროტად გამოყენება ამ შემთხვევაში ეს და მეორე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჯის ჩვეულებრივად კომისიაზე გამოუცხადებლობას. ანალოგიური რამე იგივე შინაარსი წერია, რაც სისხლის სამართლის კოდექსში. სისხლის სამართალში მოქმედებს პრინციპი, როცა ორი მუხლის ჯის ერთქმედებას უნდა იყოს გამოყენებული უფრო მსუბუქი მუხლი. ეს არის რაღაცა ანაბანა სისხლის სამართლის. ამიტომ ჯარიმაცაც ითვალისწინებს. ცალკე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში რაღაც რამდენიმე დღიური ოდენობა არის გაწერილი, ამ შემთხვევაში კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის. ანუ იმაზე რომ დაუშვათ, რომ მაგალითად კომისიაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ და ფორმალურად არ იყო, აი ამ დაშვებით რო წავიდეთ, რაც რა თქმა უნდა ცალკე არასწორია, აი ამაშიც კი ამ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ეს ბრალი, იმიტომ რომ ერთი ქმედება ორი მუხლით ისჯებოდა და მაინდა-მაინც გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად მძიმე მუხლით გამოყენებულიყო ეს. ხო, კი ბატონო, მაგრამ ყველა ფერზე ერთ-ერთ ბრალდებულთან დაკავშირებით ხა გავრცელდეს კადრები, გვახსოვს, რომ ფეხს ურტყამს პოლიციელს და ამაზე აქვთ ხა ჩახოულ პაპუაშვილი გამოდის და ევროკავშირის ელჩს და სხვებს მოუწევთ, თქვენ ხარ ძალადობის სამხალისებლები, რადგან არასოდეს დაუგმია ევროკავშირს და ევროკავშირის ელჩს ის რო ხდებოდა ძალადობა პოლიციელების მისამართით. ხო, ხალხაპაპუაშვილს რატომაც ავიწყდა და თან ესე წიხლით შედგნენ პოლიციელებს, ხო, ერთი ფეხის მოქნება არის. გასაგებია ესეც შეიძლება ფორმალურად დანაშაული იყოს, ამას კი არა უარყოთ ფეხის მოქნება პოლიციელებს, მაგრამ მეორე მხრივ როცა არის მართლა წიხლით შედგომა პოლიციელების მხრიდან. ჩვენ გვაქვს უძიმესი კადრები, ხო, ნანახი, როცა 10 პოლიციელი წაქცეულს ცემს და ურტყამს სახეში. ნახეთ როგორ პირველი ჟურნალისტს რა უქნეს, ფორმულა ჟურნალისტს რა უქნეს და ამაზე და რეაქცია არა გაქვს და ევროკავშირს საყვედურობ რომ რატო არ დაგმე პოლიციელებზე ძალადობა. კი, მე ვიცი ხა. არ ვიცი პროპაგანდის იარაღია ეს თუ რა არის რა დავარქვა ამას. სრულ პროპაგანდის იარაღია. ძალიან სწორად დაინახეთ თქვენ ეს რაც არის საქართველოში გიორგი გაბიტაშვილი, კარლო კაციტაძე და სხვა თანამდებობის პირები დასანქცირებულები არიან სწორედ იმისთვის რომ მათ არ გამოიძიეს ის საშინელი დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი იქნა ამ შემთხვევაში პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანების მიერ. მათ აქვს ნულოვანი ამ შემთხვევაში მათ ქონათ სრული გარანტია იმას, რომ არავინ მათ არ დასჯიდა და მათ ამ შემთხვევაში ეს იყო იქ მთავარი ბოროტება. სახელმწიფოს ხელით ჩადენილი დანაშაული ყოველთვის 5 მაგათ და 10 მაგათ უფრო მძიმეა, ვიდრე მოქალაქის მიერ ჩადენილი. სახელმწიფო არის კანონიერების სიმბოლო და როცა ეს კანონიერების სიმბოლო ხდება პირველი კრიმინალი, იქ რა თქმა უნდა რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ის რაიმე ისეთ უღონისძიებას ახორციელებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასია. ჩვენ ვხედავდით ნოემბერ-დეკემბერში, ჩემ თვალწინ მეც მომდევდნენ და საბედნიეროდ გავასწარი რამდენჯერმე, ეს ადამიანები იყვნენ მზად, გაელახე, ეცემე განეხორციელებინათ ყველანაირი სპექტრი უკანონო ქმედებების და ყველაფერი შეიძლება დაგერქვია მათთვის პოლიციელების გარდა. ეს იყო სადამსჯელო რაზმები, ასე ვთქვათ, სამოუჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. ანუ საინტერესოა ხან ევროკავშირის წესმა რა უნდა გააკეთოს, რომ უნდა მოითხოვოს აქციის მონაწილეების დასჯა. რა თქმა უნდა. ამას ითხოვს ახლა. კი არის რაღაც პროპაგანდისტული ნარატივი, რაც რა თქმა უნდა ფიქრობ არასერიოზულია. მე ყოველთვის ვცდილობ რომ ამას სერიოზულად ვერ პასუხობ, ესე ვთქვათ, იმდენად აბსურდია. ჩემი აზრით ეგ არასწორია, იმიტომ რომ მე პროპაგანდა რჩება პასუხის. კი, უბრალოდ მე არ ვარ პროპაგანდისტი სამწუხაროდ რომ შევძლო მას კონტრპროპაგანდა დაუპირისპირო. მე ჩემი სიმართლე მაქვს. არ მე ვფიქრობ ჭირდება სიმართლე, უბრალოდ სიმართლის გაჟღერება ერთია, მაგრამ მათი ესე ვთქვათ მედია საშუალებები დაფარვის ესე ვთქვათ დიაპაზონი და გავრცელების მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ძალიან რთულია ამას დაუპირისპირდე. ამიტომ ჩემი აზრით, ხო, რა თქმა უნდა, მე არ გედავებით იმაში, რომ რა თქმა უნდა კონტრპოზიცია არ უნდა წარადგინოს, ზოგჯერ შეუძლებელია ამის სერიოზული დაკომენტირება. პაპუაშვილი გამოდის ყოველ დღე და ასეთ რაღაცებს ამბობს, თან ერთ და იგივეს ხოლმე. აჭერს ერთი და იგივე მიმართულებით და ვფიქრობ ყოველდღიურად ჭირდება ამას პასუხი. იმავე ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც ამას პაპუაშვილი აკეთებს. ალბათ პოლიტიკოსები უფრო უკეთ შეძლებენ. ხო, ну სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიცია ამას ვერ აკეთებს ისეთივე მარჯვედ როგორც პაპუაშვილი და კობახიძე აკეთებენ, ამაში აშკარად წინ არიან ისინი. თქვენ ანდრო ჭიჭანაძე ახსენეთ და მისი განცხადება ვრცელდება, რომელიც დღეს სასამართლოზე გააკეთა. ერთი ნაწილი ასე კოდექსში წერია, რომ სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის ჩასადენად, ხოლო წევრობას აქვს უწყვეტი ხასიათი. ამას თუ პროკურორები დაამტკიცებენ, ყოჩაღ მაამათო ამბობს ანდრო ჭიჭანაძე თქვენ საუბრობთ და ჯგუფურ დანაშაულს რო edavიან. ხო, ეს ხალხი ერთმანეთს არ იცნობდა მანამდე, ხო? ანდრო ჭიჭანაძე შეიძლება ვიცოდით, მაგალითად, მე ანდროს სახელთაც არ ვიცნობდი სამწუხაროდ, ანუ სახეზე ვიცოდი მისი ფილმებიდან და ასე შემდეგ. ეს ხალხი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდა. შესაბამისად, მათ ედავებიან იმას, რომ ისინი ერთად რაღაცას აკეთებდნენ, მაშინ როცა საერთოდ არანაირი კავშირი არ ქონია ერთმანეთთან. ამიტომ ამას არც იურისტობა ჭირდება, არც
ფილოსოფოსობა და არც არაფერი რომ მიხვდე რომ აქ სრულ აბსურდთან არის საქმე. ხო, კი ბატონო, და დღეს ერთ-ერთი თემა იყო ასევე ციხეებში შექმნილი ვითარება სიცხის ფონზე და ერთ-ერთი პატიმარი ბატონი ახობაძე ამბობდა რომ ეს არის ფაქტობრივად წამებას უტოლდება ეს თქვენ რამდენად ეთანხმებით როგორც სახელმწიფოს ყოფილი მოადგილე? კი, მე როცა ზაფხულში ჩამიტარებია ციხეში მონიტორინგი და ბოლო ესეთი გამიკეთებია 2022 წელს, იმის მერე არ მქონია, ყოველთვის სიცხის პრობლემა ქართულ ციხეში აქტუალური იყო, ყოველთვის ჩვენ ამას ვეუბნებოდით ციხის ადმინისტრაციას, წერდით ანგარიშებში, ვაცნობდით პარლამენტს რომ გამოესწორებინა. მე სპეციალურად გადავამოწმე ბოლო ანგარიშები, შარშანდელი მონიტორინგის, წლევანდელი მონიტორინგის, წლევანდელი ანგარიშები და ყველგან საუბარია იმაზე, რომ გლდანის ციხეში ვენტილაციის სერიოზული პრობლემაა, ზაფხულში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ბოლო რაც არის, იქ აღწერს იმ სიცხეს, იმ ვენტილაციის ხარვეზებს, სახელმწიფოს ანგარიშში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ სიცხე ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი არის, რომ რამაც შეიძლება ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ამიტომ სპეციალურად გუშინ გავეცანი ყველა დოკუმენტს და მინდოდა შემედარებინა, რამდენად თავსებადი იყო, მაგალითად ლევან იოსელიანის და სახელმწიფოს აპარატის მიგნებები, გიორგი ახობაძის ნათქვამთან და სრული თანხwebdriver იყო ამ კუთხით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გიორგი, ისევ როგორც სხვა პატიმრები, სწორს ამბობენ, თვითონ განცხადებაც, რომელიც გავწერდა მე რომელიც სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ამბობს იმას, რომ არანაირად ამის პრობლემა არ დგას ასე შემდეგო და პირიქითო მათო ვენტილატორების შეძენა უნდათ იქ და ზომაზე აქვს უბრალოდ პრობლემა. თუ კარგი ვენტილაცია მუშაობს, რატო უნდა დაგჭირდეთ ვენტილატორის შეძენა? თან ის ვენტილატორს უფასოდ კი არ იღებენ, ფულს იხდიან. ძალიან დიდი ფული უნდა გადაიხადო იმაში, რაც რა ვიცი, რითაც შეუულია უფრო კარგი საკვები ან რაღაც სხვა სიკეთე შეიძინოს პატიმარმა, მაგრამ რაღაცა ამას აკეთებს, ესე იგი ნამდვილად ჭირდება, ამიტომ და რაღაცა ამოწურულია, მაგრამ ესე ციხის მაღაზიაში, ესე იგი ნიშნავს, რომ სხვა პატიმრებიც აქტიურად ყიდულობენ და ციხის ვენტილაცია ამას ვერ ერევა. ასე რომ თვითონ ის ფაქტიც, რაც გაავრცელა ამ შემთხვევაში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, პირიქით პრობლემას კვლავ ადასტურებს. კი ბატონო, და ვიცი რომ გეჩქარებათ და ბოლო კითხვას დაგისვამთ ბაჩიაშვილის საქმეზე. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში უშუალოდ საკანში მოხდარ ამბავს და არა რაზეც ედავებიან. აი ამაზე რის თქმა შეგიძლიათ, რისი დასტურია ეს რაც მოხდა საკანში? მე თქვენ ეთერში არაერთხელ მისაუბრია ციხეებში კრიმინალურ სუბკულტურაზე და მადლობა თქვენ ამ თემას ყოველთვის აშუქებდით. სპეციალურად გადმოვიღე ჩვენი 2019 წლის ანგარიში და რასაც ვამბობდით ჩვენ დახურულ ციხეზე, მერვე დაწესებულებაზე, ზუსტად ის პატერნია გამოყენებული ამ შემთხვევაში. ციხეებში, ეგრეთ წოდებული ურჩი პატიმრების დასამორჩილებლად ხდება გარკვეული პატიმრის შეშვება სხვა პატიმრის საკანში, რომელსაც შემდგომ უსწორდებიან იქ ადგილზე და ესე ხდება ზოგიერთი მაგალითად. ეს არის პირველი შემთხვევა. არა, ეს პატერნი ჩვენ არაერთგზის დაგვიფიქსირებია და ზუსტად ის მიდგომა, ის მეთოდი იყო გამოყენებული, რასაც აღწერს გიორგი ბაჩიაშვილი ამ შემთხვევაში თან ის იმყოფებოდა კამერიან ოთახში, პატიმრის გადაადგილება კამერით ფიქსირდებოდა, როგორც ის ამბობს, პატარა სარკმელი, რომელიც აქ კარებს საკნის ის გააღო და ამან უთხრა რომ გვაცადეო და გააგზელა თავისი ესე ვთქვათ ის ვინც იყო შემოსული ტევ პირველ მაგერ და ადგინა საერთოდ იმ პატიმრის სახელი და გვარი გასარკვევია საერთოდ როგორ მოხდა რანაირად ქსნის ციხიდან გადმოყვანა თუ ის პატიმარია ვისაც ისინი ამბობენ დანის მერვე დაწესებულებაში უამრავი კითხვის ნიშანია მინიმუმ ვიდეო ჩანაწერები მინიმუმ უნდა არსებობდეს გასაჯაროებული და რომელიც დაადასტურებდა იმას რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მართალია და რომ ბაჩიაშვილი არასწორს ამბობს მაგრამ სამწუხაროდ ესეთი არ გვინახავს კვირაზე მეტი გავიდა მაგრამ ხედავთ რომ ისევ ხო ნუ კადრებს არ გვაჩვენებთ მადლობა დიდი მადლობა თქვენ გიორგი ბურჯანაძე სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელი მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ ირაკლი ყობახეთის განცხადებაზე, იმაზე, რომ Deep State-ი მათ ებრძვის პროპაგანდით, არა მარტო მათ, ტრამპსაც კი და ამის ნიშნად მან მოიყვანა ტრამპის ერთ-ერთი ბოლო განცხადება და ამერიკაში განვითარებული მოვლენები და ამაზე ვისაუბრებთ. გიორგი ბაბაძე იქნება ჩვენი სტუმარი. თუმცა, ჩვენ დავუბრუნდით ეთერში. მივესალმები სტუმარს გიორგი ბაბაძე არის ჩვენი სტუმარი TSU-ს ამერიკის ცოდნობის დოქტორი. მოგესალმები გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და როგორც თქვი გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ ირაკლი ყობახეთის განცხადებაზე, რომელსაც ახლა წავიკითხავ, ძელი განცხადება და შევეცდები რომ ნაწილი მაინც წავიკითხო, რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი და მე გავშლით უკვე რეალურად რა ხდება ამერიკაში და რა ხდება ჩვენთან.
ირაკლი ყობახიძე თქვა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. გახსოვთ ხო, აქ არის საუბარი პირველ არჩევნებზე, როცა პირველად მოიგო ტრამპმა, რომ მაშინ რუსეთი ერეოდა, ჩაერია და ამიტომ მოიგო ტრამპმა. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია Deep State-ის მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს Deep State-ის მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალების შემდგომი რეაგირებისთვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია. და მე აგზელებს ამაზე დაახლოებით სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწევება Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაო. ამისთვის ის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში Deep State-ის თითქმის სრულ ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნა. მაგალითად შეუძლიათ ნებისმიერ მაგალითად როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის მარი ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწევეს პრორუსულის იარლი. შემდეგ მოყავს იქ მოლდოვის საკითხი, როგორ გააუქმეს იქ ერთ-ერთ კანდიდატს პრორუსულობის გამო არჩევნებში, უბრალოდ რუმინეთის საკითხი, უკაცრავად რუმინეთში ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მერე გადმოდის უკვე ბუნებრივია ქართულ ოცნებაზე. ანალოგიურ კამპანიას ამბობს ირაკლი ყობახიძე, ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ადენებს თვალს. ამ კამპანიაში Deep State-ის ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს. ჩვენ არ მოქმედებთ გარეთ დავალებებით. ხელისუფლების ყველა შტო გავწვინეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დაუშვებთ LGBT პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. ანუ როგორც ტრამპს დააბრალესო ტყუილად რომ იქ არჩევნები ჩარევა, ესე ჩვენს გვაბრალებენ ტყუილად პრორუსულობას და არა მარტო ჩვენს ხელისუფლებას, პირადად ბიძინა ივანიშვილსაც აბრალებენ. Deep State-ის პროპაგანდის მძლავრი ხაზი აგზელებს ყობახიძე მუშაობს მართველი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებული იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენიაო, ასკვნის ბატონი ყობახიძე. როგორც ხედავთ, გიორგი ლაბაძია ჩვენთან სტუმრად, ამერიკის ცოდნეობის დოქტორი, TSUS-ი მოგესალმებით. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს მაგას ქუდით კი ხარ მოსული. ტრამპისტების ასე ვთქვათ ქუდით, მაგრამ ამ ტრამპის ყოველ მეორე განცხადებას თუ ქმედებას ქართულ ოცნება თავის სასარგებლოდ იყენებს. რეალურად მოდი ვთქვა, აუხსნათ ჩვენს მაყურებელს რადიო მსმენელს რა მოხდა ამერიკაში, რა არის, რა თემა არის და შემდეგ ვისაუბროთ ოცნებაზე. არა, იყენებს ახლა ეს რა თქმა უნდა ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ თავის სასარგებლოდ გადათაგნონ ეს ყველაფერი იქნება ეს ტრამპის თუ სხვისი განცხადება. ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მათ რაღაცა გარკვეული მესიჯები აქვთ აღებული ტრამპის კამპანიიდან და ამბობენ რომ რახან ჩვენც ამას ვეთანხმებით, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ტრამპ მემარჯვენე შეხედულებების არის გარკვეული მესიჯები, ვითომ ესენიც მემარჯვენეები არიან, რომლებიც არ არიან სინამდვილეში. ჩვენ კარგად ვიცით ეს წლების განმავლობაში სოციალისტური მემარცხენე იდეებით მოვიდნენ. და ანუ ამას ასაღებენ როგორც პრო-ტრამპისტულ განცხადებად. ნუ რეალურად იმდენად დიდი განსხვავება ამ მასშტაბებში ახლა ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკასა და საქართველოს შორის ერთი დისტანციური და მერე შინაარსობრივი, რომ ეს საერთოდ ისე გამოწვეული საკითხია, რომ როგორც რუსეთის საკითხით ებრძოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპს, ისე ებრძვიან ახლა ქართულ ოცნებას. საერთოდ მსგავსი ეგ მომენტი, რაც გაბარდმა გამოიტანა, სიმართლე გითხრათ, ეს მაინც და მაინც ახალი არ არის, იმიტომ რომ ახლა უბრალოდ ეს უშიშროების სამსახურებმა გამოიტანეს პირდაპირ თორემ მანამდე მედიაში არაერთხელ იყო გამოსული ეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური ჩარევა რუსების 16 არჩევნებში ისეთი არ ყოფილა, რომ შედეგზე მოეხდინა გავლენა, თორემ რა თქმა უნდა რუსები არა მხოლოდ ამერიკულ არჩევნებში, ყველა არჩევნებში ცდილობენ. მახსოვს ახლა მაშინ რა იყო, ხო, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გაავრცელეს რაღაც კომპრომატები, ეს მეილების თემა იყო. მეილები და ამასთან ერთად ითქვა, რომ სწორედ რუსებმა გაავრცელეს. იყო манипуляცია სხვადასხვა შტატებში, რომ გარკვეული კამპანიაში დახმარებოდნენ ვითომ რესპუბლიკელებს, მაგრამ მე შემიძლია სახელმძღვანელოებს კი დავასახელო, სადაც პირდაპირ წაიკითხავთ, რომ
ეს როგორც ახლა არის ნათქვამი, რომელიც ახალი არ არის, ნამდვილად 4 წლის წინაც ავტორებმა დაწერეს სახელმძღვანელოები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩარევა რუსების მცდელობა იყო, მაგრამ ამ მცდელობას არ მოუხდენია არსებითი გავლენა არჩევნების შედეგზე. ამაშია საქმე რეალურად. ამას იძახის ეს გაბარდის გამოტანილი დოკუმენტებიც, რომ არ მოუხდენია რეალური გავლენა, თუმცა ობამა და მისი მოკავშირეები ეცადნენ, რომ დაემტკიცებინათ, რომ რეალური გავლენა მოახდინა ამ ყოველ. ეს არის რეალური განსხვავება, თორე სინამდვილეში არსებითობაზე არის აქ სხვაობა. ეხლა რა თქმა უნდა, ქართულთან ამას გამოიყენებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვის ეძახიან Deep State და გლობალური ომის პარტიას, ტრამპს თუ მის მოწინააღმდეგეებს ეს ცოტა ვერ აი ეს თემაა რომ Deep State ახსენაო, ან მარტო ჩვენ არ ვახსენებთო. მარტო თვითონ არ ახსენებენ, არა, ჯერ ტრამპის კამპანიამ ახსენა Deep State, ამათ არ იცოდნენ ეგ საერთოდ რა იყო. მაგალითად გლობალური ომის პარტიას და იძახა. მე, როდესაც ტრამპის კამპანია ამაზე დიდი ხანია მუშაობს, იმის გამო რომ თქვათ მოეჩვენებიათ რომ თვითონ ტრამპისტები არიან, ეხლა თვითონაც ამბობენ რომ Deep State დაიხუიეს, თორე რეალურად სანამ იქ ამერიკაში არ ახსენდნენ Deep State, აქ არ ამგონია ეს ვინმე საერთოდ გაგონილი ქონოდა გარკვეულწილად. მაგრამ მე რატო ვიძახი რომ ვერ გავიგე ვისი მხარდამჭერები არიან თქვა, მაგალითად პარასკევს გამოტანილი განცხადება, რაც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთდა, ესეც ევროპის შეიარაღებასთან დაკავშირებით იყო მიმართული, რომელიც მილიტარისტული უწოდა ეხლანდელ ევროპულ შეიარაღებას და მოგვიხსენებაო ამ შეიარაღება ნიშნავს, რომ შეტანილი პროდუქტის 5% მაინც უნდა იყოს ამის დაფინანსებაო და ამას მოვაყოლეს ამ განცხადებაში, რომ გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევსო. ანუ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ხა მე პირდაპირ არ მინდა იმის თქმა, რომ ქართული ოცნება ეძახის თქვათ გლობალური ომის პარტიას ტრამპის ადმინისტრაციას, მაგრამ აი რო გავყვეთ, ვინ იყო ის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში, მათ შორის პირველი ვადის განმავლობაში 2018 წელს მერკელთან შეხვედრის დროს და საერთოდ ეხლა მიმდინარე წელს მიუნხენის კონფერენციაზე, როცა ჩაადგა მთელი ამერიკული სამხედრო ელიტა თავისი მინისტრებით ევროპელებს და სულ იმას გაიძახოდნენ, რომ თავისი ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო. ანუ რეალურად ტრამპმა დააძალა მათ, ხო? გამოდის, რომ ისინი ეძახიან გლობალური ომის პარტიას უკვე ტრამპის ადმინისტრაციას. ხო ესეა, იმიტომ რომ მათზე მეტად მხარდამჭერი იმისა, რომ ევროპას გაეზარდა შეიარაღება, ბუნებაში არავინ არ ყოფილა. ასე რომ ცოტა ახლართო არის. ხო, ეს ამბობენ, რომ Deep State ებრძვისო, მაგრამ ჯერ ვერ დაამარცხა ბოლომდე. და იქვე იყო, რომ ჩვენ გვაქვს ეჭვიო, რომ ეს რებრენდინგით დასრულდებაო, ანუ მარტივი მომენტია, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტრამპის არ შეცვლის ამ პოლიტიკას, რაც დაკავშირებულია ანტირუსულ განწყობებთან, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოვლინდა, უკრაინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით, მათ მიაჩნიათ, რომ არ შეიცვლება ეს ყველაფერი და ეხლა უკვე ვითომ მიიჩნევენ, რომ სამომავლოდ რებრენდინგით დასრულდება ეს Deep State-ის საკითხები. ასე რომ ეს ყველაფერი მე ერთ მაგალითს მაინც მოვიყვან, როცა საუბარია ამ Deep State-ზე, ჩვენ უნდა გვაუწყდება, ვინ დაუჭირა მხარი ქართული ოცნების მოსვლას 2012 წელს, ეს სწორედ ბაიდენი იყო ვიცე-პრეზიდენტი და ობამას ადმინისტრაცია იყო, რომლებმაც მოუწოდეს, ობამამ პირადად დაურეკა მაშინ სააკაშვილს, კლინტონიც იყო ჩამოსული, რომლებიც დაეხმარნენ ქართულ ოცნებას ძალაუფლების მიღებაში, გადაბარებაში. ასე რომ გამოდის, რომ ისინი Deep State-ების მოყვანილები ყოფილან, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში დემოკრატების პარტიას ეძახიან ხოლმე Deep State-ს, მაგრამ როგორც ახლა უკვე ხედავთ ამ განცხადებებში ირკვევა, რომ გლობალური ომის პარტიას ტრამპის ადმინისტრაციაა. ასე რომ ჩემთვის უკვე გაუგებარია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ ხოლმე, როცა ამ განცხადებებზე არის. ვინ არის Deep State? ხო, ესეც ავსვათ, ხო, ახლა ტრამპის გადმოსახედიდან ვინ არის Deep State? ხო, რას ეძახის ის და რას ეძახიან ესენი? საერთოდ Deep State-ს ტრამპის გადმოსახედიდან უნდა განვიხილოთ ჩვენ ეს აწეულების განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური, ფინანსური ელიტა, რომელიც კარგად არის მოკალათებული ამ ფინანსურ ინსტიტუტებში და ასევე ამერიკის სპეციალურ სამსახურებში, ხო? ნუ სავარაუდოდ შეიძლება ესეთი ახსნა მოუძებნოთ, რომლებიც პროცესებზე ახდენენ გავლენას არა ვთქვათ არჩეული პოლიტიკოსებიდან გამომდინარე, არამედ წლების განმავლობაში დანიშნული და ბიუროკრატიაში არსებული პიროვნებების გადაწყვეტილებებით. ეს არის ძირითად შემთხვევაში ეს Deep State-ი, ესე ეძახის მას ტრამპიც, როდესაც ის პოლიტიკები, რაც წლების განმავლობაში და ასწლეულების განმავლობაში გატარდა შეტეულ შტატებში, იქნებოდა ეს მასობრივი იმიგრაციის მხარდაჭერა, იქნებოდა ეს სავაჭრო ხელშეკრულებები, იქნებოდა ეს გარემოს დაცვითი საკითხები, რამაც საწვავის ფასების ზრდას შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი მიიღეს ტრამპის აზრით
deep state-დან გამომდინარე არა ხალხის მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა, არამედ აი ამ ფინანსურ ინსტიტუტებში და ეკონომიკურ ინსტიტუტებში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა, რამაც ხელი შეუწყო ხალხის ინტერესების შეზღუდვას. ეს არის ძირითადად deep state-ის დახასიათება და ეხლა საქართველოში ეს როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ მე ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ პირველი deep state-ი და ფარული და ჭდილოვანი მმართველობა და აურჩეველი მმართველობა და გაყალბებული არჩევნები, რა ვიცი, ხო ჩვენ რომ ნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში რასაც ხედავთ, იმაზე უარესი ციდად შემოსახულ სახელმწიფოებში არის რეალურად სოფლიოში. ასე რომ იმის თქმა მინდა რომ სინამდვილეში deep state-თან ახლოს სწორედ ეს ბიუროკრატიული ჩაკეტილი, არაგამჭვირვალე, აურჩეველი ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი გავლენებით მართავენ სახელმწიფოს და არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები. შესაბამისად, მე მგონი პირველ რიგში ისინი არიან ამ დახასიათებასთან უფრო ახლოს ვიდრე სხვა. ხო, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვერდზის ის ამერიკული deep state, არა მარტო ჩვენ გვერდზისო, ხო, ბოლო პერიოდის განცხადებში ნახეთ, რომ საერთოდ ეხა უკვე ბრიტანეთში გადმოინაცვლეს და იქიდან ურტყამენო ევროკავშირის ქართულ ოცნებას, ანუ თელ სოფლიოს მასშტაბით ებრძვიან ქართულ ოცნებას. ხო, არა, ეხლა ეს რა თქმა უნდა ქართულ ოცნების მიმართ აღარ არსებობს არანაირი შემწყნარებული სენტიმენტი დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში, გერმანიაშიც პრინციპში, რაც მათთვის დამტკივნეულია, იმიტომ რომ ეს წლების განმავლობაში ეს ემზაფრად არ გამოვლენინა ხოლმე. და ის რომ ქართული ოცნება ადგას ანტიდასავლურ, პროჩინურ და რუსულ გზას, ეს უკვე ყველამ კარგად გაიგო. დაწყებული ამ ჩინურ ბანკებთან მემორანდუმებით, ამ ჩინური ენის საკითხებით, ანაკლის სპორტის გადაცემით, ჩინური ინვესტიციებით და იმ მუშახელით, რომელიც საქართველოშია შემოსული, ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის პროდასავლური და მოდი პირდაპირ ვთქვათ, არც საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების საკითხი, ეს არის ჩინური გავლენების გაძლიერების საკითხი. და რომ გავაგრძელოთ რუსეთს, ეს საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, მე მგონი, ხო, ეხლა რასაც ესე იგი ხო, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს პრორუსულობის დასამტკიცებლად. ხო, ნუ არ ვიცი, ამაზე მე მგონი მსმენელმა ძალიან ბევრი ისი მაგალითი იცის, რასაც პრორუსულობის ჯერ მარტო იმ ყველაფერს თავი დავანებოთ, რასაც დუგინი იძახის, როგორ შეიძლება მეორე დღეს ამბობდნენ აქ. რასაც რუსეთის თავად ტელეარხებზე იძახიან, რომ ევროპის მილიტარიზება საკეთებს ტრამპი და ისა რა ქვია აგრესიას მიმართავს ტრამპისკენ და უცებ ვკითხულობთ ჩვენ განცხადებაში, რომ ევროპის მილიტარიზება ხდება და ამას აკეთებს გლობალური ნოვის პარტია. ჯერ მარტო ამას დავაკვირდეთ, რაც პირდაპირ copy paste-ია განცხადებებში, ესაა მე მგონი საკმარისი და ნუ რო აღარაფერი ვთქვათ, ეხლა ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე, რაც საკმაოდ ბევრი არის, მე არა ვარ ამის სპეციალისტი, ჩემგან ძალიან ბევრს ჩამოუთვლია, არა მხოლოდ თქვენს ეთერებში. ასე რომ ის, რასაც დასავლეთი ხა აკეთებს, ამერიკა, გერმანია, ბრიტანეთი თუ სხვა, ეს პირველ რიგში მიემართება იმისკენ, რომ საქართველოს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სუბიექტია, მათ არ სურთ, რომ ეს ფლიანად გადავიდეს მათთვის მტრული ძალების ხელში და თუ თქვათ რუსეთთან ადრე შემგუებლური პოლიტიკა ქონდა ევროპას, დღეის მდგომარეობასაც ისინი აკეთებენ და ამერიკასაც, ხო, ეხლა ჩვენ ქონდა ეთერი წინა თვეების განმავლობაში, თუ როგორი კოც უგორებდა დონალდ ტრამპიც მათ შორის. ხა შეიცვალა, ხო, როდი ამაზე ვთქვათ რა შეიცვალა უკრაინასთან დაკავშირებით რეალურად. რა შეიცვალა. მე ძალიან ახლოს ვადევნებ თვალს როგორც პიროვნებებს, ისევე განცხადებებს და სიახლეებს, რაც ამ მაგას და ტრამპის გუნდის გარშემო ხდება. და პირდაპირ გეტყვის 3 თვის წინ რომ ტრამპს დღევანდელი განცხადებები გაეკეთებინა, მას მონათლავდნენ ომის გამჩაღებლად და სხვა ქვეყნის ომებში ჩართვის მსურველად მისი ეს მიმართულება და მხარდამჭერები, რასაც დაკარგავდა, რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე გაეკეთებინა, ამიტომ მან ჯერ შორიდან შემოუარა, ვითომ ის მომრიგებლის როლში იყო. ვითომ თუ იქნება უნდოდა. უნდოდა მომრიგებლის როლში ყოფნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა დაეზიანებინა და დააზიანებდა. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მისი მიზანი არ იქნებოდა უკრაინის დაზიანება. ესაა მთავარი ამოსავალი ჩემთვის. და როდესაც მან დაინახა, რომ ეს შეუძლებელია რუსეთთან, ახლა ადგა და იმისათვის, რომ კვლავ უკრაინას დაეხმაროს და ამასთან ამერიკის სტრატეგიული ინტერესი განახორციელოს, დღეს უკვე ხის ნაბიჯებზე გადავიდა და ჩვენ თუ განვიხილავთ და შევხედავთ ტრამპის მიმდევრებს და ანალიტიკოსებს და მის წრის წარმომადგენლებს, ისინი აშკარად ამბობენ, რომ დღესაც აკეთებს ტრამპი, იქნება ეს 50-დღიანი დაწესება პუტინისთვის, იქნება ეს უკრაინისთვის შეერაღების გადაცემა თავდაცვითი და მათ შორის თავდასხმითი.
ეს ყველაფერი არის მშვიდობის დამყარება, ძალის მეშვეობით პოლიტიკის გაგრძელება, რაც არის ძალიან გამართლებული მათი აზრით, იმიტომ რომ არავის აღარ უნდა რომ ევროპაში მოვიდეს ეს ომი. სადა და არ გამოვიდა. ხო პუტინთან არაფერი არ გამოვიდა. ასე რომ ის რომ ეხა დღეს ვინმე მათ შორის მისმა ხა ტაკერ კარსონს არ გულისხმობ, რომელიც ცოტა სხვაგან არის ამ შემთხვევაში, მისი ძირითადი მხარდამჭერებმა ბაზამ რომ თქვას რომ ეხლა ის ომებში უსამართლოდ ერევა, ეს აღარ გამოვა, იმიტომ რომ მან ნამდვილად სადა რომ მშვიდობიანად გადაწყვეტა ეს კონფლიქტი, რასაც რუსები არ აკეთებენ და რასაც მიიღებენ დარწმუნებული ვარ შესაბამის რეაქციას სექტემბრისთვის სავარაუდოდ. ასე რომ 50 დღის მერე რა ხდება? რა ხდება და რუსეთს დაუწესდება ხოშორის ამს ის რომ ეს სანქციები რეალურად დაიდება და უბრალო გაფრთხილება არ არის, ჩემთვის ამას ადასტურებს ერთის მხრივ თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება და არა მხოლოდ ტრამპის ლაპარაკი, ესე ვთქვათ, რომელიც უყვარს სხვადასხვა მედიებთან, ხო? მაგრამ თეთრმა სახლმა ოფიციალურად გააკეთა ამაზე განცხადება და მეორე მხრივ ინდოეთის ლიდერებმა თქვეს, რომ ისინი მზად არიან რუსეთის ნავთობის სანქციების შემთხვევაში ალტერნატიული მეორადი სანქციები რას გულისხმობს აქვს და ხო გულისხმობს იმას რომ რუსეთს კი არა სანქცირებს შემხოლოდ არამედ ისე სანქცია არამედ იმ ქვეყნებს რომელიც რუსეთისგან ყიდულობენ რაღაცას დიახ და რატო ვიძახებ და სანქცირებულია ისე რაც რეალურად რუსეთის ექსპორტი ამერიკაში არის 3 მილიარდი დოლარი ჯამში რაც არაფერი არ არის საერთოდ ზღვარწვეთია ამას აზრი არ აქვს შესაბამისად მეორადი სანქციები იმის საჭირო რომ ვისთანაც რუსები ყიდიან ნავთობს და მდიდრდებიან აი მაგალითად ინდოეთის შემთხვევაში 30 მილიარდის დაახლოებით ნავთობი გაყიდეს მხოლოდ ამ 6 თვეში იანვრიდან ივნისის ჩათვლით და წარმოიდგინეთ ახლა როცა ეს რაოდენობა უცბად ბიუჯეტიდან ქრება და ის მაძლევს ამის მტკიცების საშუალებას რომ ნამდვილად დაედება ეს სანქციები რომ ინდოეთმა განაცხადა რომ ისინი მზად არიან რაც შეიძლება მალე გადაერთონ სხვა ბაზრებზე, რათა რუსულ ნავთობზე აღარ იყვნენ დამოკიდებულები და მე ძალიან მეეჭვება, რომ ჩინეთმა გაარისკოს ამერიკული სანქციები. ძირითადად, როცა ევროპამ დაკეტა, ვთქვათ, ხო, ნავთობი, ну ბოლომდე არ დაუკეტავს ნავთობი როგორც გაზი, ხო რაღაცნაირად, მაგრამ იქ ევროპა ფასს აწესებს, დაბალ ფასს. ხო, ხა 18 პაკეტი მიიღეს. ძირითადად გადაერთო რუსეთი ინდოეთზე და ჩინეთზე, ხო? იქეთ ყიდდა ამ ნავთობს. ეხლა გამოდის რომ ინდოეთზე ვეღარ გაყიდის, იმიტომ რომ ინდოეთიც შეიძლება დასანქცირდეს და ამ შიშით ეხლა ინდოეთი მზად არის რომ უარი თქვას რუსულ ნავთობზე. რაც არის იქნება რუსეთის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმა. ჩინეთმაც თუ იგივე გააკეთა, მერე ჩინეთი ჯერჯერობით განცხადებებისგან მე როგორც ნახე თავს იკავებს, იმიტომ რომ რეალურად ეს ხომ ერთი ღერძია, ისე გამოდის რომ ეს ჩინეთისთვისაც გეოპოლიტიკური მარცხია თუ უკრაინაში წააგო რუსეთმა ეს ომი და ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზნებს, მაგრამ ინდოეთის გამოცვლის შემთხვევაში აი ბაზრის მიმართულებით, ნავთობის ბაზრის მიმართულებით რუსეთი კარგავს თავისი გასაღების ბაზრის 30%-ს, რაც მე მგონი 1/3 თითქმის ძალიან დიდი რაოდენობაა, რაც თავისთავად ხედავ დიდი დარტყმა იქნება რუსული ეკონომიკისთვის, რომელსაც უკვე შეინიშნება გარკვეული რყევები იმასთან შედარებით, რაც 2 წლის წინ იყო. ასე რომ მე ამიტომ მქონდა სწორედ ესე ვთქვათ, ეს ოპტიმისტური მიდგომა რესპუბლიკელების გამარჯვების გამო, რადგანაც ამას ბაიდენის დროს ვერ გააკეთებდნენ, დემოკრატების დროს ვერ გააკეთებდნენ, იმიტომ რომ მათი შიდა ნავთობის მოპოვება ისეთი დაბალი იყო, რომ ფასი ძალიან იზრდებოდა და მათ არ შეეძლოთ რუსეთის ესე სანქცირება, რადგანაც მე კიდე უფრო აიწევდა ეს ფასები. იმის გამო, რომ დღეს ამერიკას შენარჩუნებული აქვს ნორმალური ურთიერთობა საუდს არაბეთთან, რომელიც მოიპოვებს ნავთობს და ოპეკის სხვა ქვეყნებთან და თვითონაც ეს drill baby drill ამ პოლიტიკის მეშვეობით, რომელიც გულისხმობს ნავთობის მოპოვებას ამერიკაში, საკმაოდ გააქტიურებულა და ამის გამო ფასებმა დაიკლო. ახლა ამერიკელებს აქვთ შანსი, რომ ეს ბევრს გონია, რომ ამერიკას არ აქვს თავისი ნავთობი და ძირითადად არაბეთში და აქ ეძებს, ხო? ძალიან ბევრი ნავთობი აქვს. ამერიკასაც თავადაც ბევრი ნავთობი აქვს. და სხვა შორის მოპოვების კუთხით ამერიკული კომპანიები სოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებენ, რუსეთი რაღაც მეხუთე ადგილზეა საერთოდ მაგ მაშინ სტატისტიკაში. ასე რომ ეს ფუფუნება გაუშვათ ახლა ამერიკელებს, რომ რეალურად ბერკეტი ჰქონდეთ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ანუ მე პირადად ამ მიმართულებით პოზიტიურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში თუ რუსეთის ესე ვთქვათ პრობლემები შეექმნა ამ მიმართულებით ჩვენთანაც არის მე შანსები რომ სხვანაირად გადალაგდეს შიდა პოლიტიკური ვითარება. ხო, ну, ასაგვებია, ეხლა თუ რუსეთი დამარცხდა, მე აქ ბევრი რამ შეიცვლება. ოცნებას რა ეშველება არ ვიცი, მაგრამ ოცნებას ეცდება გადააწყოს ალბათ თავისი რიტორიკა. მე რომ მკითხოთ
ძალიან მიყვარს აი ეს განსაკუთრებით გამიკვირდა რაც ახლა წავაკითხე რომ გლობალური რომის პარტია არის ტრამპის ადმინისტრაციაო არა ამას პირდაპირ არ ამბობენ მაგრამ ლოგიკურად ეგრე მაგრამ ესე არის ხა მე თავიდანვე ვთქვი რომ პირდაპირ არ ვთქვამთ მაგრამ თუ ამბობ რომ გლობალური რომის პარტიამ გაზარდა და მოახდინა გავლენა ევროპის მილიტარიზაციაზე ტრამპი აკეთებდა ამას პირველ რიგში და არა სხვა და როცა ამას ამბობ მე მგონი აქ ესეთი მომენტია რომ ხიდების ჩაწვის საკითხი ჩნდება რაც ჩემთვის გასაკვირი იყო პირადად იმიტომ რომ მეგონა რომ ურთიერთობისთვის გარკვეულ უკანასკნელ სახელმწიფოს და შეიძლება მაგდენი არც იფიქრეს მე. მადლობა დიდი გიორგი ლაბაძე იყო ჩემი სტუმარი TSU-ს ამერიკის ოდნობის დოქტორი. მე გემშვიდობით ხვალამდე ხვალ 7:30-ზე შეხვდებით ერთმანეთს. პალიტრა ნიუსი, ახალი ამბების ტელევიზია. კარგი წიგნი ავტორზე ჭკვიანი უნდა იყოს. ხშირად ის მოგვითხრობს ისეთი რაღაცების შესახებ, რაზეც ავტორი არც კი დაფიქრებულა. უმბერტო ეკო